Ну, არის ბანალური თემა, ხო? უნდა გავარკვიოთ საბოლოო ჯამში კაცი-კაცია თუ არა, ქალი-ქალია თუ არა. თქვენი აზრით, მართლა არსებობს თუ არა რისკი, რომ ქართველი კაცები ერთმანეთზე მასობრივად დაქორწინდებიან? ზუსტად ამ LGBT საფრთხეზე აპელირებენ საქართველოს ოფიციალური პირები, მაშინ, როცა ქვეყანა ებრძვის რეალურ კრიზისს. უმუშევრობა მაღალია, ფასები ყოველდღე იზრდება, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ, ხოლო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. თუმცა ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ არჩევნების წინ სიღარიბეზე, კორუფციაზე, უსამართლო-სასამართლოზე ყურადღების კონცენტრაცია საფრთხეთია. ამიტომ ისევ LGBT საფრთხობანის თამაშის დრო მოვიდა. ეს თემა ხომ ყოველთვის კარგად იყიდება და ახლა როცა ნაცების სახით ოცნებას მტრის ხატი ხელიდან ეცლება, იქმნება ახალი მტერი. ახლა საშიშროება არის უფრო აბსტრაქტული და ევროპიდან მოდის. კაცების მოულოდნელი და მასიური გათხოვება. ჯორდანო ბრუნოს ისტორია მეორდება ცოტა განსხვავებული ფორმით, როცა მერტე საუკუნეა, ხო? ჩვენ ვაცხადებთ ჯუდად რო კაცი-კაცია, ის მაინც ბრუნავს და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს, ხო? ანუ კოცონზე უნდა დაწვან, ასე თქვა, ჩვენი ვიზა ლიბერალიზაცია იმის გამო, რომ ჩვენ ასეთი რამ მიგვაჩნია, რომ კაცი-კაცია და ქალი-ქალია. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ განუცხადა, ან აგენტების კანონი გაუქმდება, ან ჩვენთვის ევროკავშირის კარი იხურება. თან ამისთვის კონკრეტული ვადაც დასახელდა 31 აგვისტო. ასევე ევროკავშირი ითხოვს ანტი-LGBT კანონმდებლობის შეჩერებას და ადამიანის უფლებების დაცვას. ბრიუსელი ამბობს, გააუმჯობესეთ დემოკრატია და შეწყვიტეთ უმცირესობების დევნა. მართლმა პარტიამ ეს მოთხოვნები იაფასიან შანტაჟად შეაფასა. გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი. თუ უნდა გავაუქმოთ, ანუ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. უნდა დაშვებული იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ ეს არის მოთხოვნა. პასპორტში ჩაწერილიყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ მისი სურვილის ჩაწერილ სქესი და ასე შემდეგ. ის რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. მე მომიწია დაქორწინება, იმიტომ რომ შენ ევროპაში წახვედი უვიზოდ. ოცნების პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ დასავლეთი ნელ-ნელა იშლება. მაყურებელს აჩვენებენ კადრებს ევროკავშირში მიგრანტულ კრიზისზე, კულტურულ კონფლიქტებზე. ეს არის აბსურდული ორმაგი აზროვნება, ერთის მხრივ ევროპა წარმოსახულია როგორც გადაგვარებული ქაოსი, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ, თუმცა მეორე მხრივ სწორედ იქ მიუტყვის ჩვენი მოსახლეობა უკეთესი მომავლის საძიებლად. ჩვენ მოვაგროვეთ სამი ყველაზე ხშირად ნახსენები ჰიპოთეტური საფრთხე, რასაც სამთავრობო პროპაგანდა ბოლო პერიოდში მასიურად ატრიალებს. დასავლეთი LGBT დღის წესრიგით გვიტევს, ცრუ დემოკრატიული ძალები საქართველოს მართლმადიდებლობას საფრთხეს უქმნიან, დასავლეთი გარყვნილია, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციები უცხო ძალების მარიონეტები არიან. სიღარიბით, შიშით, იმედგაცრუებით დაღლილი ხალხისთვის ბევრად მარტივია გაბრაზდეს მტერზე, რომელიც ტრადიციებს გვართმევს, ვიდრე დაითვალოს, რამდენი პროცენტით გაუძვირდა სურსათი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. მოდი ეს პროპაგანდისტული მარგალიტები უფრო დეტალურად განვიხილოთ. მითი ნომერი 1. ევროპა გვაიძულებს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზებას, ქართველი კაცები მასობრივად დაქორწინდებიან ერთმანეთზე და ჩვენი ტრადიციები განადგურდება. რეალობა. ევროკავშირი წევრ ქვეყნებს და მით უმეტეს კანდიდატ ქვეყნებს არ ავალდებულებს, რომ ერთსქესიანი ქორწინება შემოიღონ. რამდენიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ამას დღემდე კრძალავს, მაგალითად პოლონეთის კონსტიტუციაში წერია, რომ ქორწინება არის კავშირი ქალს და კაცს შორის და არც სამოქალაქო პარტნიორობაა იქ დაშვებული. მაგრამ ქვეყანა ევროკავშირის წევრია და იგივე შეიძლება ითქვას რუმინეთზე, სლოვაკეთზე, ბულგარეთზე და სხვებზე. იტალიასაც კი, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა, არ აქვს ლეგალიზებული ერთსქესიანთა ქორწინება. მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობა არის იქ დაშვებული. სინამდვილეში საქართველომ უკვე მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი ჯერ კიდევ 2014 წელს, რომელიც ქვიარების უფლებებსაც იცავს მათ შორის და რა მოხდა, არანაირი მასობრივი გეი ქორწინებები არ დაწყებულა და ერთსქესიანთა ქორწინება დღემდე აკრძალულია. ევროკავშირის მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს
რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს ან ამწვავებს სიძულვილს. LGBTQ ადამიანების უფლებების აღიარება ქართველებს სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ვერ აიძულებს. მითი ნომერი 2. LGBTQ პროპაგანდა ჩვენს შვილებს გეებად გადააქცევს. თქვენი აზრით, რა სახის პროპაგანდა აქცევს ლომებს გეებად? გსმენიათ ალბათ, რომ გეი ლომებიც არსებობენ. ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც არის გავრცელებული და ადამიანიც ხომ ძუძუმწოვარია. რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ? ადამიანის სექსუალური ორიენტაცია არ იქმნება და არ იცვლება არც ინფორმაციის მიღებით, არც განათლებით. ამაზე თანამედროვე ფსიქოლოგიაც შეთანხმდა. თქვენს გვერდით რომ გეი წყვილი ცხოვრობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვენც გეი გახდეთ და თქვენი შვილიც მათ შორის. თუ ტრადიციულისგან განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციით არ დაიბადეთ. იმის აღიარება, რომ განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციის ადამიანები არსებობენ და მათ არ უნდა ვცემდეთ, დევნიდეთ, რომ უნდა გქონდეს თანასწორი საზოგადოებრივი ცხოვრების უფლება, არ წარმოადგენს პროპაგანდას. მიუხედავად ამისა, ქართულ კანონპროექტში, რომელსაც ზოგიერთი დეპუტატი ლობირებს, საუბარია იმაზე, რომ ერთსქესიან ურთიერთობებზე საჯაროდ საუბარიც კი შეიძლება დასჯადი გახდეს. ეს კი არ არის ბავშვების დაცვა, ეს არის ცენზურა და სტიგმატიზაცია. მითი ნომერი 3. LGBT უფლებების მხარდაჭერა ნიშნავს უცხოური ინტერესების მსახურებას. ეს საქართველოს ღალატია. რეალობა. ეს არის კლასიკური კრემლის სტილის დეზინფორმაცია. როცა სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას უცხოელ აგენტებად იმის გამო რომ მოიხსენიებენ, რომ ისინი თანასწორობის იდეას უჭერენ მხარს. ეს ისეთივე აბსურდულია, როგორც იმის თქმა, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანას ვერ შეიყვარებს, თუ მას კონკრეტული უმცირესობა არ სურს. წინა გადაცემაში ჩვენ მოგიყევით თუ როგორ ცდილობენ შეერთებულ შტატებში კონსერვატორი გუბერნატორები და კონსერვატიული შტატები ცოტათი მაინც შეამცირონ ის LGBT შიზოფრენია, რაც 10 წლეულების განმავლობაში ამერიკაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის ძალისხმევით ბატონობს. ადამიანის უფლებების დამცველების მოღალატეებად გამოცხადება მხოლოდ იმათ აძლევს ხელს, ვინც ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. Human Rights Watch-ის მიხედვითაც კი საქართველოს მთავრობის ბოლო ანტი-LGBT ინიციატივები მკვეთრად იმეორებს კრემლის სტილის ტაქტიკას, რომლის მიზანია მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია. სინამდვილეში საქართველოში ქუიარ ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველდღიურად კარგავენ სამსახურს, უსაფრთხოებას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი, სიძულვილის გამო. გავიხსენოთ კესარიას ამბავი და კიდევ ბევრია აქ გასახსენებელი. ამიტომაც ქართული ოცნების იდეა თითქოს უმრავლესობას დაცვა სჭირდება უმცირესობისგან არის მხოლოდ ცინიკური манипуляცია. მართველი პარტიისთვის ბევრად იოლია ქვიარ კულტურისთვის ომის გამოცხადება, ვიდრე იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიც არის რატომ არ ისჯება კორუფცია? რატომ გვაქვს 13%-იანი ინფლაცია? რატომ გარბიან ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან? რატომ არ იმატებს სამუშაო ადგილები? რატომ არის სოციალური დახმარება აბსურდულად დაბალი? რატომ ყვდებიან ბავშვები შიმშილით და რატომ არ გვაქვს ხარისხიანი ჯანდაცვა? ეს სია გრძელია. ამის ნაცვლად ბატონო შალვა პაპუაშვილს აშინებს ის, რომ ბავშვი სადმე სისარტყელას ნახავს და გეი გახდება. ქუიარ ადამიანები შენ იდენტობას არ გართმევენ, მაგრამ მთავრობა ნამდვილად გართმევს შენს ეკონომიკურ მომავალს, ევროპაში გადაადგილების თავისუფლებას და შესაძლებლობას იცხოვრო ღირსეულად. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 15-16% ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში, ანუ ვერ იკმაყოფილებს ელემენტარულ საჭიროებებს. 100,000-ობით ადამიანი სიცოცხლისთვის აუცილებელ დახმარებას სახელმწიფოსგან იღებს. მხოლოდ 2022 წელს თითქმის 29,000-მა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში და მათ შორის ლტოლვილი ძალიან ცოტაა და უმეტესობა არის ეკონომიკური მიგრანტი, რაც აისახება იმაზე, რომ მათი დაკმაყოფილების პროცენტი არის საკმაოდ დაბალი. ვიზა ლიბერალიზაცია მაგალითად იყო და არის ჯერჯერობით სიკეთე 1000-ობით ქართველისთვის. ლიბერალიზაციის პირველ წლებში შენგენის ზონაში 1.5 მილიონზე მეტი მოგზაურობა დაფიქსირდა. ეს ნიშნავდა ახალ კავშირებს ბიზნესში, განათლებაში, ტურიზმში. ამ ყველაფრის დაკარგვა ბევრად უფრო აზარალებს ქართულ ხალხს, ვიდრე ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდა. თან ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს რუსეთში პუტინმა ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო
გეი პროპაგანდის ამგრძელავი კანონმდებლობა. უნგრეთში ორბანის მთავრობამ 2021 წელს მიიღო კანონი, რომელიც LGBT თემებზე საუბარს ლამის პედოფილიასთან ათანაბრებდა. LGBT დღის წესრიგზე ისტორიის მოწყობამ შესაძლოა დროებით მოხიბლოს ამ მრჩეველთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს საქართველოს რეალურ პრობლემებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ნამდვილად ვერ მოაგვარებს. სამაგიეროდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. უქმნის საფრთხეს ისეთ ხელშესახებ სიკეთეს და სარგებლოს, როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაცია და კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ყოველდღიურობას. შეიძლება გიყვარდეს შენი ქვეყანა და ამავე დროს პატივისცეს სხვის უფლებებს. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა ევროპის მრავალ სახელმწიფოში. შეიძლება იყო მართლმადიდებელი, პატივისცემდე კულტურას და ტრადიციებს და ამავე დროს იყო თანამედროვე დემოკრატიის, ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ყველა მოქალაქეს სამართლიანად ეპყრობა. თუ მთავრობას მართლა შესტკივა გული ბავშვებზე და ქვეყნის მომავალზე, მაშინ იმუშავებს ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სანდო ჯანდაცვის განვითარებაზე და არა ცისარტყელას სიმბოლოების აკრძალვაზე.